დაპირებული აღსრულება და აღსრულების სიამოვნება, აი რა არის ჩემი ცხოვრების სიამოვნების სიამოვნება. ვალდებულება თუ ავიღე რომ ეს არის ვალდებულება ჩემ თავთან, მას უკვე ასე კი აღარ ვაკეთებ. აი ახლა რა ვქნა არ მინდა, მაგრამ მას ვაკეთებ სიამოვნებით, იმიტომ რომ ის გავითავისე და ვთქვი რომ თუმცა რომ დაფიქრდეთ, თქვენ ცხოვრებაში კი ძალიან ცოტა რამე იქნება დარჩენილი ესეთი, რომელიც იძულებით კი არა, სავალდებულოდ არის. დანარჩენები თუ ბედნიერს რატო გავაკეთო? ჩვენ უბრალოდ ქცევის პატერნი რა არის? ქცევის მოდელი, რომელიც აღებული გვაქვს. სულ გესმოდა, სულ არ მინდა ახლა იქ წასვლა, მაგრამ უნდა წავიდე რა ვქნა. თან ჩემ თავს ვეუბნები რომ არ მინდა, თან მივდივარ. ახლა რა იქნება განწყობა, გეკითხებით. ხო? და იძულება და ვალდებულება რაღაცა არეულია ერთმანეთში და ეს ხო ეცა რომ არ მინდოდა, მაგრამ ახლა რა ვქნა, პატივცემ იმას. ესე რო თქვა რომ პატივცემ ჩემ თავს და იმ ადამიანსაც და წამოვედი ქალაქის იმ თავიდან, მოვედი აქ, რომ ადამიანმა 2-3 ვთხოვა, მოდი თუ შეიძლება ამ პოდკასტში და შაბათს აღამო ჩავხსენი სხვა რაღაცები და მოვედი და რო თქვა ახლა არ მინდოდა, თუ არ მინდოდა რატო ვაკეთებ? და კიდე ჩემ თავს ვამადლო და კიდე აზრში ვიღაცას. ეს ხო ბედნიერს ვერ გამხდის. ძალიანაც მინდოდა, იმიტომ რომ თქვენ და მე მაქვს პატივისცემა, თქვენ რამდენჯერმე მითხარით და მე სიტყვა მოგეცით და